მიამბე აფხაზეთზე რუბრიკის სტუმარია მსახიობი ეკა ქუთათელაძე. დღე არ გავა, ალბათ რომ არ გამახსენდეს სოხუმი. არ დამესიზმროს სოხუმი, არ დამესიზმროს ჩემი ოთახიდან დანახული წვიმის შემდეგ ქუჩა. ჩვენ ცხოვრობდით, უпростоრად ბებია და ბაბუა ცხოვრობდა ლენინის ქუჩაზე, ბარათაშვილის სადგურთან, ბოტანიკური ბაღის პირდაპირ. ცნობილი სახლი იყო რკინიგზელების, ქვემოთ იყო გალანტერიის მაღაზია და გვერდზე სადარბაზოდან მიყვებოდა ვენახი ადესა, რომელიც ჩვენს ფანჯრებზე ამოდიოდა. საოცარი, მართლა საოცარი ტკივილი და საოცარი სიყვარულია სოხუმის, აფხაზეთის, იმ ადამიანების, ვინც იქ ცხოვრობდა. ახლობლების, მეზობლების, მეგობრების, რომლებიც გაფანტული არიან მთელ მსოფლიოში, თავისუფლად შემიძლია ამის თქმა. პირველი ჩემი მოგონება, ანუ როგორ აღვიქვი სოხუმი, ალბათ ძალიან პაწაწინა ვიყავი, როდესაც თავისთავად მე და ჩემი მამიდაშვილები ყოველ ზაფხულს ჩავდიოდით ბებიასთან და ბაბუასთან, სხვაგან სადმე წავსულიყავი. ესეთი არაჩვეულებრივი მხარე გველოდებოდა, არაჩვეულებრივი ხალხით. ცოტა რო წამოვიზარდე, უკვე 10 წლის ვიყავი. მამა დანიშნეს სოხუმის თეატრის მთავარ რეჟისორად და ერთ-ერთ ზაფხულს როცა ჩავედი უკვე მამასთანაც და ბებია ბაბუასთან, მამა მეკითხება, რომ არ გინდა სცენაზე გამოხვიდე. ეს იყო შოკი, ვერ მივხვდი ჯერ რას ქვია გამოვიდე, როგორ გამოვიდე. აიო, ოიდიპოს მეფეს დგამდა და იქ არის როლი პატარა ანტიგონესის შვილი. ეს იყო ჩემთვის ზღაპარი, წარმოიდგინეთ 10 წლის ბავშვისთვის, რომ მოხვდები ზღაპარში, თეატრში, სადაც ყველა თავს გევლება და რაღაც უცხო საოცარი გარემოა. არაჩვეულებრივი მსახიობები თამაშობდნენ. მაგონდება ის სურნელი, როდესაც სანაპიროზე გამოივლიდი და ყავას რო ხარშავდა ქვიშაზე. იქ სანაყინე. სხვადასხვანაირი იყო. რაც არ უნდა ცუდი ამინდი დიდხანს არ გრძელდებოდა. ნახევარი დღე ალბათ წამოწვიმდა, გადაიღებდა მზე გამოვიდოდ. გამჭვირვალე, არაჩვეულებრივი სისუფთავის ზღვა იყო. სანაპიროზე დაჯდებოდი და ეს თოლიებს უყურებდი. გამრასთან გახვიდოდი. ბოტანიკური ბაღი, სადაც თავისუფლად შევდიოდით და ვსეირნობდით მე და ჩემი მეგობრები, ჩემი აფხაზი მეზობლები, რომლებიც სად არიან არ ვიცი. და ერთი რამ კიდე, მამა უკვე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ასწავლიდა და ყავდა აფხაზური ჯგუფი. თქვენ წარმოიდგინეთ, ისე შეუყვარდათ მამა მის სტუდენტებს, რომ მოითხოვეს ქართული ენის სწავლა და დაიწყეს ქართული ენის სწავლა. და საოცარ წერილებს უგზავნიდნენ მერე იქედან, ქართულად. დაბადების დღეზე მოდიოდან ხოლმე მამას დაბადების დღეზე და ქვემოდან ეძახდნენ ბატონო ანზორ და რა თქმა უნდა მე ამოდიოდნენ ჩვენთან სახლში და სად არიან? ალბათ გული გამისკდება. სიხარულისგან თუ იქ მოვხვდიოდეს. და მე მჯერა რომ ალბათ დადგება ის დრო რომ ჩვენ ჩავალთ. ძალიან მინდა რომ მოვესწრო და იცით ყველაზე გულთასაწყვეტ კიდე რა არის? აი ეს თაობა რომელიც წავიდა და ვეღარ მოხვდება სოხუმში. ძალიან მტკივა გული. ძალიან მენატრება სოხუმი.